ზუსტად იცოდეთ ძაღლის ჯიშის მიხედვით მისი ხასიათის თვისებები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ გაწვრთნა. თუმცა მცველი, რა თქმა უნდა, ყველა ჯიშისგან ვერ დადგება. როგორ გავწვრთნათ ოჯახის პირობებში ძაღლი ისე, რომ მან მცველის ფუნქცია შეასრულოს. ჩვენი დილის რჩევებიდან შეიტყოთ. არსებობს სხვადასხვა ტიპის ძაღლები, მათ შორის არიან კომპანიონები, სპორტული ძაღლები, დამცველები და დეკორატიული ჯიშის ძაღლები. ყველა მათგანს გაწვრთნის სხვადასხვანაირი წესი აქვს. ოთხი თვიდან, როცა სახლში ძაღლია, უფრო მალე სწავლობს. 6 თვემდე ნორმალურად სწავლობს. 6 თვიდან და წლამდე ცოტა ასაკი იმატება და ჯუიტი ხდება. 6 თვემდე უნდა ელემენტარული სიტყვები რო ასწავლო. ჩემთან დაჯე, დაწექი. დამცველი ძაღლის გაწვრთნის რამდენიმე საფეხური არსებობს. პირველ საფეხურზე ძაღლები ჩემთან. პირველ საფეხურზე ძაღლები პატრონს სავარაუდო საფრთხის შესახებ მხოლოდ ყეფით აფრთხილებენ და კბენის გადაწყვეტილებას თავად ნამდვილად არ იღებენ. ხოლო მეორე საფეხურზე ძაღლი უკვე პატრონის ბრძანებებს ასრულებს. მესამე საფეხურზე უკვე ძაღლი მზად არის პატრონის ბრძანების გარეშე საფრთხის შემთხვევაში თავად მიიღოს გადაწყვეტილება. მოფერება აუცილებლად და ცოტა შიში უნდა ჰქონდეს თავისი პატრონის. შიში თუ არ იქნება, ის ძაღლი თუ ლიდერი გახდება სახლის წევრებთან, ის იქნება ლიდერი. სადაც უნდა ავა, სადაც უნდა გააპუჭებს რაღაცას, ავეჯის გააპუჭებს და საქმიანად წავა. ჩვენ ნახავთ 9 თვის მოლი რამდენად ემორჩილება პატრონს და რამდენად ასრულებს მის ბრძანებებს. თუკი სახლში დამცველი ტიპის ძაღლი ყავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დილის რჩევები მის გაწვრთნაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ჩემთან